პარტიული ინტერესი ეროვნულზე წინ ოლიგარქი მზადა ძალაუფლების შესანარჩუნებლად საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლის გარეშე დატოვოს. ოცნება არ აპირებს უარი თქვას პოლიტიკურ რეპრესიებსა და დრაკონულ კანონებზე. არაშედეგი მოჰყვება ამას ოლიგარქის პარტია ბრიუსელიდან მკაფიოდ გააფრთხილეს, რომ ქვეყანა ვიზა ლიბერალიზაციას დაემშვიდობება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნების უარი კიდევ ერთი დასტურია ოლიგარქის მთავრობა ანტიეროვნული ძალაა. პარტიების შეფასებებით სოფო ვარდიაშვილი აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში არც არავის ქონია იმისი მოლოდინი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აპირებდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, რომლითაც ახლა ისინი ითხოვენ ჯერ ერთი დაუთქვეს ვადა ქართული ოცნების ხელისუფლებას აგვისტოს ბოლომდე და ამ ვადაში უნდა შეასრულოს პირობები, რაც არის დემოკრატიული კანონების მიღება, უпростоრად არადემოკრატიული კანონების გაუქმება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ისეთი კანონების გაუქმება, რომლებიც სრულად შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან. ამიტომ პოლიტიკოსების შეფასებით ახლა საკუთარ ინტერესებს სწირავს ქართული ოცნება ქვეყნის ინტერესებს. მისი ინტერესი კი გულისხმობთ ქართულ ოცნებას არის ის, რომ ბოლომდე გაატაროს მან საქართველოში რუსეთის ინტერესები, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მეზობელი ქვეყნები, მაგალითად სომხეთი, ძალიან გააქტიურდნენ ახლა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ასე რომ ოპოზიცია მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს ახლა ქართული ოცნების ხელისუფლებას, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ოცნება არაფერს შეცვლის და პირიქით ყველაფერს ფუთავს ახლა საკუთარი პროპაგანდით. იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ შეასრულოს ის პირობები, უფრო დემოკრატიული გახადოს კანონები, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის, ახლა პროპაგანდისტულად იყენებს ამას იმისთვის, რომ განაცხადოს, რომ თითქოს საქართველოს უპირისპირდება ევროკავშირი, საქართველოს ქართულ ხალხს და მის ღირებულებებს. რეჟიმის პრემიერ-მინისტრის განცხადებით დადასტურდა ის, რომ ისინი არ აპირებენ შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის. ანუ მანამ სანამ ქართულ ოცნებას მიტაცებული ექნება ძალაუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის ქართული ოცნების ამორჩევლები და მხარდამჭერები კარგავენ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, შანს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო და მათ შორის კარგავთ იმ ყველა სარგებლოს, რომელიც მთელი ამდენი ათწლეულების განმავლობაში მიგვიღია. ოცნება არ შეასრულებს არანაირ მოთხოვნას ევროკავშირის, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას და რუს ოლიგარქ ივანიშვილს განსაზღვრული აქვს და არჩევანი აქვს გაკეთებული. არჩევანი აქვს გაკეთებული რუსების სასარგებლოდ და რუსული გავლენების გაძლიერების სასარგებლოდ ამ ქვეყანაში. ამიტომ ეს მოლოდინი იმისი, რომ ქართული ოცნება რაღაცა შეცვლის, ნამდვილად არავის არ ქონდა, ამიტომაც კობახიძის ეს განცხადებაც მოლოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ეს ადამიანები არიან მოღალატეები, რომლებსაც დეკლარირებულად აქვთ ხელი მოწერილი საქართველოს ხალხზე, ამიტომაც ეცდებიან, რომ ბოლომდე გავიდნენ და ეს ბოლომდე გასვლას ნიშნავს საქართველოს ანექსიას, სრულს და რუსეთთან მიერთებას. ამ დავალებით არიან ეს ადამიანები და ამ დავალების შესრულებას ეცდებიან ეს ადამიანები ბოლომდე. ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული სტანდარტის დაცვა არის მთავარი ღირებულებები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სახელმწიფოებს არ ექნებათ შესაძლებლობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის. ქართულმა ოცნებამ შემოიღო დრაკონული კანონები, რომლებიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი ძალაუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას და იყენებენ პოლიტიკური რეპრესიებისათვის. ამის გამო საქართველოს მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით, ვეღარ ივლიან ევროპაში სასწავლებლად, სამუშაოდ, სამკურნალოდ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ბრალი. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ეს ისტორიული არჩევანი უბრალოდ უგულებელ ყოს და ჩვენ დაგვტოვოს იზოლაციაში იმ პირობებში, როდესაც ახლა ჩვენ ხედავთ ჩვენი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი რამხელა პროგრესს განიცდიან ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. რა შანტაჟზე გვაქვს საუბარი დიდი ბოდიში? სასამართლო დამოუკიდებელი გახადეთო და ადამიანის უფლებები დაიცავით და კანონის უზენაესობა დააბრუნეთო, ეს შანტაჟია? და რომელიმე ქართველი მოქალაქე საღადმოაზროვნე გეტყვით, რომ ამისკენ თუ ვინმე მოგვიწოდებს, ეს პირველ რიგში ჩვენი მეგობარი არ არის? რა თქმა უნდა, ამას ახლა ოცნება თავის პროპაგანდით ფუთავს, რომ მტრისხატი შექმნას ევროპის.
ამ დეზინფორმაციისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნები სავარაუდოდ მოხვდნენ ევროკავშირის მხრიდან დასასანქცირებელთა სიაში. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი 15-კაციანი სია, რომელთა შორის არიან მოსამართლეები, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე ვიქტორ ორბანის, უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის დახმარებით ახერხებს იმას, რომ ამ საკითხზე ვერ შედგეს ერთსულოვნება, რაც არის აუცილებელი სანქციების დაწესების საკითხში. რაც შეეხება ევროკავშირის მოთხოვნებს ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რომ დაუბრუნდეს სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელი არის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამაზე ღია და მკაფიო პასუხი შეიძლება ითქვას, რომ დღეს გასცეს ქართული ოცნების ლიდერებმა ევროკავშირს, მათ თქვეს, რომ მათთვის არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, ექნება თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საშუალება, მოქალაქეებს, რომლებიც ამას იმყენებენ სამკურნალოდ, სამუშაოდ თუ საკუთარი ოჯახის წევრების მოსანახულებლად, არამედ ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის ანტიდემოკრატიული კანონები, რის გამოც იღებენ ბევრ კრიტიკას ევროკავშირის მხრიდან.